უკვე 1 საათია უზარმაზარ საცობში ვარ, რადგან რიკოძე მეწყერი ჩამოწვა 10 წუთიანი ზაფხულის თქეშის გამო. ცრემლებს ძლივს ვიკავებ, რომ ვაი და ამდენმა ცრემლმა კიდევ სადმე არ ჩამოაწვინოს მიწა ამ გადკიცინებულ ხარისხიან და მდგრად გზაზე. წერდა ლიკა ქურციკიძე 2024 წლის 9 ივნისს საკუთარ Facebook-ის გვერდზე. ამ დღეს სოფელ ხევის მიმდებარედ მშენებარე ფერდიდან ლაფი და წყლის მასა ჩამოვიდა. შედეგად კი მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა. საბოლოოდ ლიკამ და მისმა ოჯახმა ქუთაისიდან თბილისამდე ჩასვლას 11 საათი მოანდომა. ასეთი ისტორიები Facebook ჯგუფებში მრავლადაა. ხალხს განსაკუთრებით წვიმიან დღეებში აინტერესებს რა ხდება რიკოძზე, მეწყერი ხომ არ ჩამოწვა და გადაადგილება თუ არის შესაძლებელი. რიკოთის საუღელტეხილო 51 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და დღესაც ბოლომდე დასრულებული არაა. ბოლო 2 წლის განმავლობაში გზა ყველაზე ხშირად იხერგება სოფელ ხევსა და შორაპანს შორის. ამიტომ ჩვენც ამ მონაკვეთის ავკარგიანობით დავინტერესდით. 3 თვე ვიკვლევდით, ვინ და რა ხარისხით შეისწავლა ტერიტორია სამუშაოების დაწყებამდე, რა შეცდომები დაუშვეს და რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ ამის შემდეგ. წავიკითხეთ რიკოთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული ათობით დოკუმენტი. გავეცანით ჩატარებულ კვლევებს, ვესაუბრეთ ინჟინრებს, გეოლოგებს და ჰიდროლოგებს. განსაკუთრებით ჩვენც ის გვაინტერესებდა, რა იწვევს გახშირებულ მეწყერს ხევის შორაპანის მონაკვეთზე, რა ვერ გათვალეს მშენებლობისას და რა რისკებს უნდა ველოდოთ სამომავლოდ. გამოძიების დროს ყურადღებით გავეცანით ამ გზის მშენებლობამდე იტალიური კომპანიის მიერ მომზადებულ გეოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ დასკვნებს. სპეციალისტებისგან ვიცოდით, რომ ჰიდროგეოლოგია ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თავად იტალიელები თვის დასკვნებსაც გზების დეპარტამენტი დაეყრდნო, გეოლოგიურ დასკვნაში წერდნენ, რომ გრუნტის წყლის მაღალი დონე ზრდის წნევას ქანებში, რამაც შეიძლება მეწყერები გაააქტიუროს. თუმცა ჰიდროგეოლოგიურ კვლევაში ნაჩვენები აღარაა, რაზე გავლენა აქვს რიკოთის ამ მონაკვეთზე მოძრავ გრუნტის წყლებს ნიადაგზე. ეს საკითხი ნაკვლევი სათანადოდ არ აქვთ. არც ამ ტერიტორიაზე ნალექების რაოდენობაა სათანადოდ შეფასებული. არა და უხვ ნალექს შეუძლია მთის ფერდობები წყლით ადვილად გაჟღინთოს და მიწის მასა გზაზე ლაფის, ტალახის ან მეწყერის სახით ჩამოვიდეს. ნალექიანობის არასრულყოფილი კვლევის გამო ვერც მეწყერების რისკები გათვალეს ზუსტად და სათანადოდ. ჰიდროგეოლოგიური კვლევებიდან ვერც იმას ვიგებთ, როგორ გამოიკვლიეს რა გავლენა აქვს თოვლს და წვიმას გრუნტის წყლებზე, რა დროს იმატებს ნიადაგის ქვეშ არსებული წყლის დონე, ან რა ხდება მდინარეების ადიდებისას. ამ ფონზე ლოგიკურიცაა, რომ ყველაფერი, რაც რიკოძზე ხდება, უხვ ნალექს ბრალდება. ძლიერ წვიმას დააბრალეს 2024 წლის იანვარსა და ივნისში რიკოთის გზის ორჯერ ჩახერგვაც. თოვლის დნობას დაბრალდა 2023 წლის მარტში ჩამოწოლილი მეწყერიც, რომელმაც მოძრაობა 2 დღით შეაფერხა. ცხადია, როცა ბუნებრივი მოვლენების სიღრმისეულად შესწავლილი არაა და შესაბამისად არც გარემოა მზად მათ დასახვედრად, წვიმა და თოვლი პრობლემებს შექმნის. მაგრამ ჩვენ ხომ 10 მილიონი ლარი გადავიხადეთ იმისთვის, რომ წვიმაც შეესწავლათ, თოვლის დნობაც, გრუნტის წყლებიც და მეწყერის რისკებიც გამოეთვალათ. 2 კვირა ვცდილობდით ამ კითხვაზე პასუხის მიღებას გზების დეპარტამენტისგან, რომელიც ამ მშენებლობების ორგანიზატორი და დამკვეთია. პასუხი არავინ გაგვცა.